პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიას და წარმოგიდგენთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის პირველ ხსოვმას დილის 100 მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას ოპოდაშვილი დილამშვიდობის მამაო მოგესალმებით და გილოცავთ შობა ახალ წელს დიდი მადლობა მოგზანებისათვის სწორედ აი შობა ახალი წელია დღესასწაულებზე გვინდა დღეს ვისაუბროთ მე თავში ვიხარ ჩვენს მაყურებელს წელი ყოველთვის იწყება თემსოფლიოში და განსაკუთრებით მართლმადიდებულ სამყაროში დღესასწაულებით ახალი წელი შობა და კიდევ ბევრი დღესასწაული გვაქვს წინ საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულთვის თქონია აღნიშნვა ახალი წლებისაც შობისაც ყოველ დღესასწაულის მაგრამ სულ არ არის გაურკვევლობა ორი ახალი წელი შემდეგ შობა მარხველები მე იხსნილებენ და ეს ერთგვარი პრობლემა ბჭყალებში სულ დგას თუ შეიძლება თქვენ გამგვიმართოთ როგორც ასეულო პირველ როგორ უნდა მივუძღოთ ამ დღესასწაულებს და როგორ უნდა აღნიშნოთ და რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ რომელს უფრო და ასე შემდეგ საერთოდ დღესასწაულები რაღაცა მიმართულებას და ფორმას აძლევენ ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია რას დღესასწაულობს ადამიანი. ფორმა როგორი აქვს მის დღესასწაულს. ან რას მიიჩნევს დღესასწაულად, იმიტომ რომ ქართული სიტყვა დღესასწაული კომპოზიტია და ორი სიტყვიდან შედგება და დღე და სასწაული. ესე იგი რაღაცა დღე, როდესაც მოხდა სასწაული. ამიტომ რა თქმა უნდა ხა ჩვენ უძველესი ქრისტიანიერი ვართ და დღესასწაულებს ძალიან დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ და ინტუიციურად მაინც გვესმის მასეთი დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ჩვენი ცხოვრება მე ისე მიმდინარეობს მორწმუნეთა რაც უფრო უახლოვდებით ჩვენს ტრადიციებს, რაც უფრო უახლოვდებით ეკლესიას, ღმერთს, უფრო მეტად შევიგრძნობთ ამ დიდ მადლს. აი როგორც აი ძველ აღთქმაშია რომ ღმერთმა როგორც ღვთისმშობელი ბრძანებს ძველი აღთქმიდან უკვე ახალ აღთქმაში რო გადავდივართ მოხედაო ღმერთმაო სიმდაბლესა ჩემსო იგი მოგხედა ღმერთმა მოვიდა ღმერთი აი მოვიდა ღმერთი და ჩვენს ამას დღესასწაულობთ ანუ ღმერთის მოსვლა არის უკვე სასწაული ღმერთის შემობრძანება ჩემს ცხოვრებაში ეს სასწაულია და რაღაცნაირად ქრისტიანები მე პირადად აი დღესასწაულიდან დღესასწაულამდე ცხოვრობ თითქოს იმიტომ რომ მაძლიერებს ეს ყოველივე მე და თან ისეთნაირად არის რომ ეს ღმერთისგან დაძგენილი წლიური ბრუნვა და დროჟამისა ისეთნაირად არის რომ რაღაცა თითქოს წრიულადაც არის მოძრაობა მაგრამ აი ყოველწლიურად რაღაცნაირად თითქოს სპირალისებურად ზევით და ზევით მიიწევ თუ ყველაფერი კარგად მიდის აღსარება ზიარება ლოცვა შენი ცხოვრება რაღაცნაირად წინ და წინ მიდის მაგრამ როგორც თავში ვთქვით იგივეს ვიტყვი რომ თავარი მაინც არის რას დღესასწაულობთ რატომ დღესასწაულობთ და რამდენად გულწრფელი ვართ ამ დროს და თუ გვახსოვს ღმერთი და რამდენად გულწრფელი ვართ ღმერთის წინაშე როდესაც ჩვენ დღესასწაულობთ და ნუ ჩვენ შევეხეთ ორ ახალ წელს. ხა ამაზე მინუსტორეთ ხოლმე. და ყოველთვის განსაკუთრებულად ესე იწყება წელი და ეს უიწევს ხოლმე გაურკვევლობას. არ ვიცი, რა თქმა უნდა. და თან ვინაიდან ახალი წელი არის შობამდე, ანუ 1 იანვარი. კალენდრული ახალი წელი. ისეთ პომპეზურობით ვემზადებით ხოლმე ახალი წლისთვის, რომ აი თითქოს რაღაცნაირად იჩრდილება შობის დღესასწაული. ზოგისთვის ზოგისთვის მიზეზია რომ ორჯერ აღნიშნოს და ორჯერ კონდეს დაუშვება. თუმცა ინერცია დიდია ჩვენ ერში და შეიძლება ვთქვათ შენ მარხულობდე, მაგრამ რაღაცა ყველა რო დღესასწაულობს შენც არ გინდა რომ გამოაკლდე და გული დღესასწაულობთ, მაგრამ შეიძლება მარხულობთ კიდეც. მაგრამ ალბათ მე ობიექტურ მიზეზად ის მიმაჩნია რომ ჩვენ ათეისტური პერიოდი გავიარეთ და მე მესმის ესე იგი უღმერთო იმპერიის ვინც ეს დღესასწაულები ასეთნაირად დაადგინა იმათი მესმის იმიტომ რომ ახალი წელი რახან დღესასწაულად იქნა შემოღებული იმ პერიოდში ეს ყველა რელიგიის თვის დღესასწაული იყო იმიტომ რომ თქვათ ხლა საბჭოთა კავშირში რამდენიმე რელიგიის მიმდევარი ერი ცხოვრობდა, თქვათ, რაც ჩემთვის დღესასწაულია, ის შეიძლება სხვა რელიგიის მიმდევრისთვის დღესასწაული არ იყოს, ან რასაც ის დღესასწაულობს, ის მე არ ამიტომ რაღაცნაირად ალბათ მთელი ქვეყნის გაერთიანება მოხდა და ჩვენ გვახსოვს, რომ ვისაც გვახსოვს საბჭოთა პერიოდი, როგორი პომპეზური ჩემი ბავშვობა დაემთხვა იმ იმპერიის ბოლოს და მე მახსოვს ხა ბავშვი ძალიან განიცდის დღესასწაულებს და უხარია და ნუ ახლა ისეთი დღესასწაული ახალი წელი განსაკუთრებული იყო თუმცა იყო მშრომელთა სოლიდარობის დღე ნუ რადიოს დღეც იყო და გამარტი გოგონების 1 მაისი 7 ნოემბერი კი და ისეთი დღესასწაულები იყო რომელსაც რელიგიური საფუძველი არ ჰქონდა და ნუ ეს აღულ მიზანმიმართულობას შეიძლება რომ დღესასწაულა ვთქვათ ახალი წელი და მიუხედავად რელიგიური სხვადასხვაობისა ყველა ადამიანი დღესასწაულობდა
და რა თქმა უნდა მოხდა ეს შეძლეს ეს უნდა ვთქვათ რომ შესაძლებელი იქნა მე მაგალითად მახსოვს 2-3 კვირით ადრე იწყებოდა მაღაზიების გასტრონომების დაძვისხეების მორთვა მთელ ქალაქში და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა თუმცა მეორე ის იყო რომ აი ახალ წელს ველოდებოდი დიდი თვალებით ბავშვობაში ნუ მაშინ მე მოუნათლავი ვიყავი 23 წლამდე ვიყავი მოუნათლავი და მკაფიოდ მახსოვს ეს პერიოდი ველოდებოდი რაღაცა მართლა სასწაულს მაგრამ ხედავდი რომ მეორე დილა ისეთივე იყო როგორც წინა კი რაღაცა პრობლემა მომწეს რაღაცაში მაგრამ მითხრეს რომ თaulis ბაბუამ გამომიგზავნა მაგრამ რაღაცა პერიოდი მჯეროდა მე ისიც მივხვდი როგორ ყველა ბავშვი ცხოვრებაში და ესე იგი ობიექტურ მიზეზად ეს მიმაჩნია რომ რაღაცა დიდი ინერცია გვაქვს აღებული და ეს დღესასწაულად მიგვაჩნია თუმცა თუ მის არსს ჩავწვდებით ახალი წლის არსს და სიტყვა დღესასწაულის მნიშვნელობას ერთმანეთს რაღაცნაირად ვერ ედრება იმიტომ რომ ახალი წელი სასწაული არ არის ეს არის უბრალოდ ახალი კალენდარული წელის დასაწყისი თქვათ იმ კალენდრის მიხედვით რომელ კალენდარსაც ჩვენი ერი მისდევს და ნუ ამასთანავე არის კალენდრული აღრევა დღესასწაულების ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით მაგრამ სადაც თქვათ აი ჩვეულებრივად კალენდრული აღრევა არ არის თქვათ კათოლიკურ სამყაროში ჯერ შობას დღესასწაულობენ და შემდგომ ახალ წელს თუმცა მათშიც შობა უფრო უპირატესი დღესასწაულია და მას მოყვება მე სადღესასწაულო დღეები რომელიც გვირგვინდება თუნდაც ახალი წლით და ჩვენი მართლმადიდებლების დამოკიდებულება ნუ ჩვენ მეტყველებაშიც არის შობა ახალი წელი ესე ჯერ შობა მე ახალი წელი და ჩვენ ამისთვის განსაკუთრებით ვემზადებით თვითონ ეკლესია გვაკურთხებს რომ რაღაცა დიდი ფაქტისთვის მნიშვნელოვნად მოვემზადოთ განვეწყოთ ნუ ჩვენ განვეწყობით მარხვით ლოცვით თითქოს ჩვენ თავს ყოველგვარი მიწიერისაგან ვათავისუფლებთ რომ ჩვენ უფრო აღვიქვათ ფაქტი ჩვენ ახლა ცნობილი ჭეშმარიტებაა რომ რაც უფრო ყურადღებით ახარ უფრო მეტად არის შენი აღქმის უნარი გამახვილებული ამა თუ იმ ფაქტზე და უფრო მოგებული რჩები შენ თვითონ პირადად და ნუ რა თქმა უნდა ლოგიკა მართლმადიდებლობის ეს არის რომ მარხვითა და ლოცვით უნდა მოვემზადოთ იმ დიდი სასწაულისათვის რომელიც შობის დროს ხდება და როგორც ერთი წმინდანი ბრძანებს ქრისტეო 1000-ჯერაც რომ შობილიყო შენთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა თუ ის შენს გულში არის შოვა და თუ აი ნამარხულები არ არის ადამიანი ის რაღაცა მისი გული რაღაცნაირად არის რაღაცნაირად დამძიმებულია და შეიძლება ისე ვერ შეიგრძნოს ამიტომ მარხვის არსი ეს არის თუმცა აი საცდური ისიც არის რომ ამ დიდ დღესასწაულს შობისას უძღვის ისეთი თქვა ნუ ბრწყალებში თქვა დღესასწაული როგორიც არის ახალი წელი და ადამიანი შეიძლება ემოციურად დაცლილი ფიზიკურად დაღლილი და რაღაცნაირად ესე გამოფიტული შეხვდეს ამ დღესასწაულს ამიტომ არჩევანი თვითონ სათითაოდ უნდა გააკეთოს ადამიანმა თუ რა აქცენტებს გააკეთებს თავის ცხოვრებაში და რას მიიჩნევს მნიშვნელოვნად და რას იდღესასწაულებს და რატომ იდღესასწაულებს მამა შეიძლება ადამიანმა ძალიან მკაცრად იმარხულოს თქვა ახალ წელსაც მარხულობდეს და არ მიიღოს მონაწილეობა ამ საზოგადო ზეიმში ასე ვთქვათ მაგრამ აი შობის დღიდანვე უკვე გადაეშვას ქეიფსა და დროსტარებაში და ანუ ის მადლი რაც შეიძლება მოიპოვა ამ მარხვის განმავლობაში აი მთლიანად გაუშვას საუფლო დღესასწაულების აღნიშვნა როგორი უნდა იყოს აი ქრისტიანებისთვის რა თქმა უნდა პირველ რიგში უნდა იქნეს მომზადებული და ადამიანი არ უნდა იყოს გამოფიტული რაღაცით ნებისმიერი რამით აი ახლა კითხვას რო სვამდით გამახსენდა ძველი ქართული მეომრული წესი ну მაგალითად ყველა შრომობდა და ესე იგი იმდენად არ უნდა გეშრომა რომ ტერი უცებ რო შემოქცეოდა მე ბრძოლის თავი არ ქონოდა ну თუ შრომით დაიღლებოდი მაშინ ბრძოლაში დამარცხდებოდი და რაღაცა მეომრები ვინც მეომარი იყო ყოველთვის ზომიერებას იცავდა რომ მას ენერგია ქონოდა თავისი მთავარი საქმის შესასრულებლად და იგივე ხდება თქვათ მარხვაშიც შენ ესე იგი რაღაცით არ უნდა გამოფიტო შენი თავი და უნდა მოემზადო ღვთის სადიდებლად უნდა შეხვდე და სასწაულია ეს ანუ ეს არის დღე როდესაც სამყაროსეული სასწაული მოხდა და თუ ჩვენ თანავეზიარებით მას ჩვენშიც რაღაცა ეს სასწაული განხორციელდება პირველ რიგში რაც უნდა შეძლოს ადამიანმა და რისთვისაც უნდა იღვაწოს ეს არის რომ ჯერ როგორც
თქვა მარხვის არსია დაიმარხოს თავისი თავი ყოველგვარი ბოროტებისაგან რომ ბოროტებამ ასე ვთქვათ არ განმუხტოს ადამიანი აი არ წაართვას ის მთავარი ძალა და ენერგია რომელიც ჩვენ გვჭირდება თორე ცოდვით ხდება ნუ რაღაცნაირად ამ სიტყვას თუ ვიხმართ განმუხტვა ხდება ადამიანური ენერგიისა და ადამიანი შეიძლება დარჩეს ენერგიის გარეშე და არასათანადოდ არასრულყოფილად შეძლოს სულიერებაში სრულყოფილი ნაბიჯის გადადგმა და ესე იგი მარხვით ადამიანი უფრთხილდება რომ რაღაცა ცოდვამ ის არ მოინადიროს ბოროტმა ძალამ რაღაცა ცოდვით ის არ მოინადიროს და რა თქმა უნდა მეორე მომენტი უკვე როდესაც თავი დაცული გაქვს მეორე მომენტი რომ წარემატო რომ ღმერთის თანაზიარი გახდე ღმერთის თანაზიარი ხდები პირველ რიგში ცხოვრების წესით, შემდგომ ლოცვით, შემდგომ ზიარებით და აი ამ ყველაფრის შენს თავში განხორციელებით. ესე იგი დღესასწაული სადღაც გარეთ კი არ არის, არამედ დღესასწაული ჩემში უნდა მოხდეს. ესე იგი ჩემში უნდა განხორციელდეს ეს დიდი სასწაული, რომელიც კონკრეტულად იმ დღეს მოხდა. ეხლა ეს თავიდანვე, მაგალითად მე თუ მოვინათლე და პირველივე შობას და მე ეს ვერ შევიგრძენი, მაგრამ ხვდებოდი რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ხდებოდა. მაგრამ წლით წლად ყოველწლიურად ხო რაღაცნაირი ბრუნვაა, წელთა ჟამის ბრუნვაა და ყოველწლიურად რაღაცა სულ სხვანაირი განწყობა მქონდა და უფრო ამაღლებული და ნუ ამ ამაღლებას დასასრული არ აქვს თუ ადამიანი რა თქმა უნდა ვერტიკალურად და ღმერთისაკენ მიემართება ის. მამო, ასევე ხშირად ხდება რომ ჩვენ შეიძლება ბევრი რომ არ ამჩნევენ დღესასწაულებს იგივე ამ შემთხვევაში საეკლესიო დღესასწაულზე მოგსაუბარი. დიდი ზეიმით ელოდებიან რაღაცა ტრაპეშლიან ან ულოცავენ ერთმანეთს, მაგრამ არ იციან ხოლმე არც დღესასწაულს. აი რა მოხდა იმ დღეს, რატო საზეიმო დღე, რა ნიშნულობა აქვს ამ დღეს. ამოდეც შეიძლება რომ შეეხო და გამოხოთ ყოველდღე. ჩვენ ინტუიციურად გრძნობთ რომ ეს სასიხარულო მომენტია და აღნიშნავთ თუმცა მიმაჩნია რომ ესეც ალბათ ის ინერცია ის ათეისტური პერიოდის ინერცია რომლის დროსაც შეიძლება ეკლესიები არ იყოს შეიძლება სასულიერო პირები მცირედნი იყვნენ შეიძლება არ ვეზიარებოდით მაგრამ ჩვენმა ერმა მაინც შეინარჩუნა შობა აღდგომა გიორგობა მარიობა მრავალი დღესასწაული და ბუნებრივია რომ აი დღესასწაულის შემდგომ ანუ ზიარების შემდგომ ლოცვის შემდგომ მარხვის შემდგომ ბუნებრივია ახლობელი ადამიანები თავს იყრიან და ერთობით აღნიშნავენ. ნუ აღსანიშნავი ალბათ ქართველთა საოცარი ტრადიციაც სუფრაც, სადაც სუფრაც კი ლოცვაა. ანუ სუფრაზეც კი ვლოცულობთ. სადღეგრძელოების საშუალებით და კეთილი განწყობა ყალიბდება პირველ რიგში ღმერთის წინაშე და მეორე ერთმანეთის წინაშე. ასე რომ მე რამე ცუდად არ მიმაჩნია ეს არის საოცარი კულტურა ჩვენი ერისა, სუფრის ტრადიცია. ნუ მთავარია რომ ზომიერება იქნეს დაცული და რაღაცა გადამეტება ან კვების თვალსაზრისით, ან სმის თვალსაზრისით. აი ქართული სუფრა უხვია, საოცარი, აი როგორც ეს ქვეყანა ღმერთმა უხვი შექმნა, ასე უხვია ქართული სუფრა. მაგრამ აი არ ითვლება კარგ ტონად თუ აი ძალიან ბევრს შეჭამ, გადაამეტებ რაღაცას. ან და თუ დათვრები, ნუ ეს აი სუფრის ნუ ახლა მაგიდის შეურაცხყოფად კი არა, ადამიანთა შეურაცხყოფად ითვლება. იმ ანგელოზის მსგავს არსებათა შეურაცხყოფად, რომელიც ამ ქვეყანაზე შენი მეგობრები არიან, ახლობლები არიან. ოჯახის წევრები არიან თუ ახლად დამეგობრებულნი თუ ეკლესიის მრევლი. ამიტომ ეკლესია ყოველთვის აკურთხებდა რომ მარხვა, ლოცვა, ზიარება და ტრაპეზი ეს ყველაფერი ერთი მთელია. მაგრამ ანუ ჩვენმა ათეისტურმა პერიოდმა ამოაგდო მარხვა, ლოცვა, ზიარება, მაგრამ აი დღესასწაულის აღნიშვნისთვის აი ეს ტრაპეზი მაინც შემორჩა. იმიტომ რომ თუ შეუძლებელი იყო ეკლესიაში მისვლა, თუ ეკლესია დაგხვდებოდა დანგრეული, დაკეტილი, თქვათ შენ უკვე ოჯახი ხრჩებოდა და ამ ოჯახში ხდებოდა ეს ჩემი აზრით ეს დიდი საოცარი რამ, რაც არის სუფრა, რაც არის ლოცვა და სადღეგრძელო სუფრასთან. თუმცა მამაო, ეხლა მადლობა ღმერთს აღარ არის ათეისტური პერიოდი და მადლობა ღმერთს ხალხი მრევლად გადაიქცა და ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, ვინც კიდე არ არის რომ გაიგოს და შეისწავლოს და მაინც ხშირად ხდება ისე იგივე კითხვას უბრუნდები სხვა კონტექსტში რომ თქვენ აღნიშნეთ რომ არ დადგენილი დაუშვათ მარხვა, ზიარება, ლოცვა, წირვა და შემდგომ ტრაპეზი რაც ძალიან კარგია, მაგრამ ხშირად ხდება რომ
თავარი მნიშვნელობა ტრაპის ნინჯება სწორედ და თავარი არსითელი ამაზე მზადება მოდის რომ აი ხვალ რესტორნი და ხვალ გვაქვს სტუმრები მაგრამ რაც უნდა იზეიმოთ რაც უნდა აღნიშნო ის გადადის ხოლმე ხალხიად უკანა პლანზე თუ არ ემზადებია ესე მარხვით შემდეგ წიროს არესტრები რაღაცნაირად თითქოს დღესასწაულის მიღმა აყენებ საკუთარ ასე მაგალითად მე თქვა რომ რაღაცა აბსურდამდე რაც არის თავარი ის გამოც აღნიშნავ ხო ის ხდება ნაკლებად მნიშვნელოვანი და თელი მნიშვნელობა არის პომპეზურ აღნიშნო რომ დღესასწაული და დღეს დეპატიჟები სტუმრებს რატო ეპატიჟები რა არის ამ მნიშვნელობა რა არის იმის საშუალებაზე იმის მიზეზს რომ დღეს დავუშვათ დაპატიჟოს სტუმრები იგივე ხო კი რა თქმა უნდა ეს ალბათ თვითონ ადამიანში მოხდება ფერის ცვალება და ნელ-ნელა როდესაც ღმერთის მიმართ სწორი დამოკიდებულება გვექნება და ჩვენი ცხოვრების სათავეში ღმერთი დადგება და თავის კუთვნილ ადგილს მიიღებს შემდგომ ყველაფერი ლაგდება იქ ვიხვეწებით ანუ ზედმეტი ყველაფერი გშორდება და გრჩება რაღაცა ის სიყვარული სიკეთე და ლამაზი და სრულყოფილი ტრადიციები თუმცა ათეისტური პერიოდი ვახსენეთ და დღესაც ახლა მსოფლიო დიდად განსხვავებული არ არის ხო ახლა რა იდეოლოგიას გაყვება ადამიანს თუ ღმერთი უარყოფილია მსოფლიო რო ავიღოთ ხო ქრისტესთან მიმართებაში შეიძლება მრავალი აღრევა და უფრო მეტად ადამიანი ალბათ ამქვეყნიურია და როდესაც ამქვეყნიური ის აქვს ქცევები ადამიანს და ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ შეიძლება ხდებოდეს ისეთი რამ რომ როგორც წარმართული დღესასწაულია ისე დღესასწაულოს ადამიანმა თუნდაც ქრისტიანულ დღესასწაული წარმართულ დღესასწაულში წარმართი პიროვნება კი როგორია ღმერთო შენ ხარ შენთვის მე ვარ ჩემთვის რო დამჭირდები დაგიძახებ ესე იგი რაღაცა წელიწადში ერთხელ მოვალ პატივს გცემს და რო გამიჭირდება რიტუალს შევასრულებ თქვა ცხარს დავკლავ და იმ ცხარსაც მე შევჭამ ნუ და ასეთი რაღაცა ხდება და ეს რეალობაა და უბრალოდ ჩვენში უნდა მოხდეს ამის დალაგება და აი ქრისტიანის დღესასწაული რა არის მაგალითად ქრისტე როდესაც გავიდა ქვეყნიდან და ამაღლდა მოციქულთა შორის სამწელიწად ნახევარი მოციქულთა შორის იყო და როდესაც გავიდა ამ ქვეყნიდან ესე იგი მოციქულები მის ადგილს ყოველთვის ცარიელს ტოვებდნენ არავინ არ იკავებდა უფლის ადგილს ესე იგი სუფრასთან იქ სადაც ხდებოდნენ როგორც წესი მოციქულები თავის მოძღვართან ერთად იმ მის ადგილს არავინ არ იკავებდა და მასთან ყოველთვის მის ადგილას ყოველთვის იყო თქვათ ის პურის ნაჭერი რომელსაც მათთან დარჩა და ბოლოს მერე თვითონ ღებულობდნენ ეს უბრალოდ იყო სიყვარული ღვთისა და ცოცხალი რწმენა ცოცხალი წარმოდგენა და ეხლა ქრისტიანი მაგალითად როდესაც დღესასწაულობს ყოველთვის უნდა კონდეს მხედველობაში რომ უფალი მასთან არის რომ აი უფალი აპოკალიფსში როგორ ამბობს მე მდგავარ კარებთან და ვაკაკუნებო ვინც გამიღებსო მე შემოვალ და დამკვიდრდებიო მასთანო ესე იგი უფალი ელოდება რომ ჩვენ მას კალი გავუყოთ და ორიან სამი სადაც ჩემი სახელით ახართო მეც თქვენთანა ვართ ესე იგი ქრისტიანის დამოკიდებულება დღესასწაულის მიმართ თუნდაც ტრადიციის მიმართ სუფრის მიმართ არის ასეთი რომ კი იკვებე კი სვი ჭამე სვი დღესასწაულე მაგრამ ღმერთი არ დაგავიწყდეს და ღმერთი ერთი ჩვენთაგანი უნდა იყოს იქ და უნდა იგულისხმებოდეს ჩვენი კრძალვით ჩვენი პატივისცემით და სხვა შორის აი ქართველებს გვაქვს რომ ყველა სადღეგრძელოზე შეიძლება ღმერთი იხსენებოდეს პირდაპირ ან ირიბად თუ ჩვენ ღმერთს ვადიდებთ პირდაპირ სადღეგრძელოთი მაგრამ თუ ვინმეს ვლოცავთ იმასაც ვეუბნები რომ ღმერთი აგროცოზე წარსულს თუ ვიხსენებთ ღმერთმა აცხონოს ესე იგი ღმერთი ყოველთვის ფიგურირებს და ღმერთი ჩვენს გულში როცა იქნება ეს ყველაფერი დაწყნარდება უბრალოდ ჩვენს თავში უნდა მოხდეს გარკვევა რომ წარმართული არ იყოს აი პატრიარქის ეპისტოლეში ეხლანდელში როგორ არის პირდაპირ რომ ჩვენო ნელთბილი ქრისტიანები ვართო უფალი კი რას ამბობს რომ ჩვენ ან მხურვალე უნდა ვიყოთ აი ნუ იქნებიო ეს რას ნიშნავს რომ ჩემს გულში უნდა იყოს მკაფი სიმკვეთრე მკაფიოთ უნდა იყოს გამოხატული რომ მე მიყვარს ღმერთი და როდესაც მე მიყვარს ღმერთი რაღაცნაირად გვეტყობა მე ეს ყველაფერი და ქცევებიც რაღაცა დარეგულირებულია დახვეწილია და ღმერთი არ გვაძლევს საშუალებას რომ რაღაცა
სიყვარულის კანონი არ გვაძლევს საშუალებას, რომ რაღაცა სიბილწით გავისვაროთ და ასე შემდგომ. და დიდი სიხარულია, როდესაც უფალი ჩვენთან არის, თუნდაც ტრაპეზად, თუნდაც ახლობლობაში, თუნდაც ოჯახში, ესეთი რამ ხდება, რომ სიხარულია ჩვენ შორის, სიყვარულია ჩვენ შორის და ჩვენ ამიტომ გვიხარია ერთმანეთი, რომ ჩვენ შორის არის უფალი და კიდე პატრიარქი ვახსენე და მას ძალიან უყვარს ეს სიტყვა და მეც ძალიან შემიყვარდა, რომ თქვა როცა რო შეგხვდეს უცაბედად გეტყვის რომ ჩვენთან არის ერთიო მართ არც და იყოს უგუნითი უგუნისამდე ხო მაგრამ დიდი სიხარულია ამ დროს ადამიანთა შორის როცა მათ შორის არის უფალი და ქართული ტრაპეზიც, ქართული ტრადიციებიც სიხარულზე არის აგებული და სიკეთეზე. პატრიარქს უკავშირდება ის ძალიან ლამაზი ტრადიცია, რაც ბოლოს შემოვიდა ჩვენში სანთლების ანთება, ვინც ტაძარში არ მიდის და სახლში რჩება, სანთელს ანთებს და ისე ეგებება. მოწმაკნას რომ ყველა გულში შობილი იყოს. ღვთისმშობლოს გავკულოთ რომ ჩემთან მობძანი და ჩემთან იშვას უფალი. კი, გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ღმერთის მიმართ. ჩვენ უნდა გამოვხატოთ. ჩვენ ვართ რომ ჩვენთან იშვას. აი უფალი რას ამბობს? თუ რამე პრობლემა გაქვს, ილოცე და მოგეცემო. ხომ ესე იგი რაღაცა უნდა ავმოძრავდეთ, რაღაცა უნდა გამოვხატოთ. განაღმერთმა არ იცის რომ მე პრობლემა მაქვს, რატო თვითონ არ უნდა დამეხმაროს, მაგრამ არა, უფალი ასეთ რამეს ამბობს. ითხოვე და მოგეცემა. ეძიე და იპოვე. ესე იგი ჩვენ უნდა აღვძრათ ჩვენი თავი, რომ რაღაცა ვეძიოთ, რაღაცა გამოვხატოთ და რაღაცა შევძლებოთ. ძალიან დიდი მადლობა თანგოლცეთ. აი, ხარეთ ღმერთმა გაკურთხოთ. განთიადის სტუმარი იყო დიღმის 100.000 ქართველი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკას